მოკლის სარეკლამო პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. ვინც ვერ გვიყურეთ პირველ ბლოკში, მათთვის ვიტყვი, რომ ჩვენ ახლა უყურებთ გადაცემას, რომლის ავტორი არის ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, ეს არის მისი საავტორო რუბრიკა, ეს კულაპი. დღევანდელი გადაცემა ცოტა უჩვეულო ფორმატში გადის, იმიტომ რომ დღეს ვსაუბრობთ ძალიან პოპულარულ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ისეთ სახიფათო თემაზე. ეს არის ტრადიციული და არატრადიციული. ეს არის ტრადიციული მედიცინისა და ალტერნატიული მედიცინის ტანდემი, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში, მაგრამ რატომღაც საქართველოს ვერ უწყობს ამას სათანადოდ ფეხს. ბატონ ზაქარია, ეს მართლა ესეა. და მინდა გითხრათ, რომ პირველ ბლოკში ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი თეა შავთვალაძე, ექიმი პედიატრი, ონლაინ კლინიკის კლინიკური ხელმძღვანელი. ახლა კი შემოგვიერთდა მეორე ბლოკში ქალბატონი ნუნუ ქემაშვილი, კლინიკა ჰარმონიას ხელმძღვანელი და ბატონი გიორგი აფრიამაშვილი, კლინიკა ჰარმონიის ექიმი ოსტეოპათი, რეფლექსოთერაპევტი. რაც შეეხება ჩვენ უცვლელ სტუმრებს, ეს არის ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის ხელმძღვანელი, ექიმი გასტროენტეროლოგი, ონკოლოგი, ენდოსკოპისტი და ბატონი გია სულაქველიძე, რომელმაც მოგრძალებულად ისურვა რომ წარმოედგინა, მე მაინც ვაპროტესტებ ამას, ექიმი ფსიქოთერაპევტი, ადამიანი, რომელმაც დღეს ძალიან საინტერესო თემა დაგვიანონსა ასევე და ჩვენ ამაზე კიდევ ერთხელ დავბრუნდებით. მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა, ჩემი პირველი სპეციალობა ანესთეზიოლოგი რეანიმატოლოგია, ჩემთვის ტკივილის მართვა და ის პრობლემები, რაც ამ კლინიკაში იმართება, ძალიან ახლოა, ამდენად ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას მასპინძლობისთვის და პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, ქალბატონ ნუნუსთან მექნება, პატივიცეთ იმას, რომ ერთადერთი ქალბატონია ჩემს სტუმრებს შორის, ქალბატონ ნუნუ, მოგესალმებით. მადლობა დღევანდელი მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მადლობა თქვენ იმისთვის რომ გადაწყვეტეთ აი ესეთი თემით ასე ვთქვათ დღეს დაკავებული ყავით და რაღაცა გარკვეული სინათლე მოვფინოთ რეალობას რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ ძალიან ბევრს სჭირდება გარკვევა ისეთ საკითხებში რომელიც არის ჯანმრთელობის რეალური მეთოდები მკურნალობის, რეალური, ეფექტური, შედეგიანი და ასე შემდეგ. როგორც მოგვეწონება, ისე დავარქვათ. ასე რომ არსებობს ესეთი, ვთქვათ, მიდგომა, როგორც თემიდან გამომდინარე თქვენ აღნიშნეთ, სიმბიოზი ალტერნატიულის და უკვე კლინიკურად სტანდარტული მეთოდების და არასტანდარტულის, ასე ვთქვათ რა. და რაც საკმაოდ უკვე დიდი ხანი ჩვენ პრაქტიკაში დანერგილია. ასე რომ ძალიან ბევრი დაავადებების მართვის საშუალება არის და რაც მთავარია ისეთი დაავადებების, რომელიც არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები და რა თქმა უნდა მწვავეც, მაგრამ გააჩნია მწვავის, ასე ვთქვათ, არის მდგომარეობები, როცა ქირურგიული ჩარევაა საჭირო, არ გულისხმობ მედიკამენტოზურ მკურნალობას, არსებობს მეთოდები, რომელიც აბსოლუტურად ცვლის კლასიკურ მედიკამენტოზურ მკურნალობას და ეს გზა რეალურია. ჩვენი პრაქტიკული, ვთქვათ, გამოცდილება გვაძლევს ამაზე თავისუფლად საუბრისა და პრეტენზიის გამოხატვის საშუალებას, ასე რომ ეს რეალურად არსებობს და არის ესეთი მეთოდები. და თქვენ ძალიან საინტერესო გამეთქვით, ანუ თქვენ კლინიკაში შესაძლებელია სიმბიოზი განხორციელდეს, თუ პაციენტს სჭირდება მედიკამენტოზური ჩარევა ან ქირურგიული ჩარევა, ეს არ ნიშნავს, რომ ვცდილობთ დავუშვათ ალტერნატიული მეთოდით ხოლმე მკურნალობას, როგორც მოიაზრებს ხოლმე ზოგიერთი ოპონენტი ამ მეთოდის, რატომაც გონიათ ხოლმე, რომ ალტერნატიული მედიცინა სულად ცდილობს ჩაანაცვლოს დავუშვათ ტრადიციული მედიცინა, ეს ტერმინებიც როგორი რთული სახმარია თუ დაუგვირდებით, იმიტომ რომ დღესდღეობით ტრადიციული მედიცინა ცოტა სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე უნდა ნიშნავდეს სინამდვილეში და რეალურად რომელი უფრო ტრადიციული ესეც სადაა ხო მართალია. მაგრამ თქვენერი კლინიკის, თქვენერი სპეციალისტების მუშაობა არ გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ალტერნატიულ მეთოდზე ხართ დამყარებული, იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს სჭირდება ასე ვთქვათ, ტრადიციული, აღიარებული თუ კლინიკურად დადასტურებული სამედიცინო ჩარევა, რა თქმა უნდა, ის ამ ჩარევას იღებს სათანადოდ. რა თქმა უნდა. და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს კლინიკა არის ფაქტურად მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მოხდეს აი ამ ორი მიმართულების პაციენტის სასარგებლოდ შეერთება და ეს არის გამოყენება და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ საბოლოოდ შედეგი ორიენტირებული არის იმაზე, რომ პაციენტს უმკურნალოთ და არა იმაზე, რომ დავიცვათ რაღაცა ჩვენი კლინიკის ინტერესები. დღეს ჩვენი სტუმარი არის ბატონი გიორგი აფრიამაშვილი, თუ ნებას მიბოძებთ გადავალ მასთან, იმიტომ რომ ბატონი გიორგი წარმოადგენს ძალიან საინტერესო სპეციალობას.
ეს არის ოსტეოპათი, ექიმი ოსტეოპათი, რეფლექსოთერაპევტი. ბატონ გიორგი, თუ შეიძლება ცოტა მეტად რომ გაგვიმარტოთ, იმიტომ რომ ჩვენ ტელევიზიას, ჩვენ გადაცემას დღეს უყურებს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ცოტა შორსაა მედიცინიდან და სხვა შორის ძალიან ბევრი ემიგრანტები და მოკითხვა მინდა მათ კიდევ ერთხელ გადავცე. რაც გულისხმობს თქვენი სპეციალობა და როგორ იყენებთ და რა მეთოდებს იყენებთ და რომელი დაავადებებისთვისაც თავარია? პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა ამ მოწვევისთვის და გადავალთ თემაზე. ოსტეოპათია ეს არის მანუალური მედიცინის დარგი, რომელიც თავის თავში უფრო ჰოლისტიკურია. ეს რას ნიშნავს, რომ ის ორგანიზმს განიხილავს როგორც ერთიან მთლიანს. და თუკი ადამიანს რაღაც აწუხებს კონკრეტულ რეგიონში, ოსტეოპათი ეძებს, რომ ამ რეგიონში გამოწვეული ჩივილი საიდან არის გამოწვეული და არ კურნავს ლოკალურ პრობლემას. მან იცის, რომ რადგან ორგანიზმი ერთი მთლიანია, ეს რომ ორგანიზმი რეგულირდება ნერვული ჰორმონული პრინციპებით და რომ ის ერთ შემართებულ ასე ვთქვათ, კონგლომერატშია მოქცეული და იცის კავშირები ორგანოებსა და ძალსასხმელო სისტემას შორის, მაშინ ის ამ პრობლემას უყურებს უფრო ფართედ და არა ვიწრო ჭრილში. თუ ადამიანს მაგალითად მხარის ტკივა, ოსტეოპათმა იცის, რომ ამ მხარის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სასუნთქის სისტემებში გარკვეული პრობლემებით. ეს შეიძლება იყოს შეხურცებითი პრობლემები, ან ნეკნის დისფუნქცია და ასე შემდეგ. ანუ ის, რასაც ჩვენ ტრადიციული მედიცინის წარმომადგენლები ხშირად განვიხილავთ არასწორად, იმიტომ რომ ეს ძალიან და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პაციენტმა მიიღოს წარმატებული შედეგი და შესაბამისად კმაყოფილი იყოს მკურნალობით. რეკლამა გამოდის, მაგრამ ძალიან დიდია და რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან დრო არ არის შეზღუდული, როდესაც პაციენტი მოდის და ამიტომ ძალიან შეიძლება 1 საათიც კი წავიდეს, რომ ექიმმა დაადგინოს მიზე შედეგობრივი კავშირი, გავიდეს და ამერე ამ გარკვეულ მიზეზე მოახდინოს ზემოქმედება და ზემოქმედება ოსტეოპათიაში ხდება ხელით. და ხელით ის ახდენს იმ გამშვები მექანიზმის რეგულაციას და მოჰყავს, ასე ვთქვათ, აღადგენს იმ რეგიონის სასიცოცხლო ფუნქციას. ძალიან საინტერესოა. ქაბატონო, კიდე რა მეთოდებს იყენებთ, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ საკმაოდ დიდი მიმართულებაა დღეს თქვენ კლინიკაში, იგივე თუნდაც ვალსახსროვანი სისტემის დაავადებების მკურნალობის მიმართულებით და არა მხოლოდ. კლინიკაში კარგი ხანია დანერგილია ბევრი საინტერესო მეთოდები და მთავარია ესეთი ბაზისური, რასაც ქვია, ეს არის აპარატული მკურნალობა, ფიზიოთერაპიის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მიმართულება არის ესეთი განყენებული,
რომელსაც ქვია მკურნალობის არასპეციფიური მეთოდები. ეს არის აპარატების რამოდენიმე სახეობა, რომელიც ლოგიკურად 1, 2, 3, 4 ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას, სხვადასხვა მიზნით. და რა არის მთავარი ქრონიკული დაავადებების რეგულაციისა და მართვის შემთხვევაში ამ სისტემაში ის, რომ განკურნებას და რეგულაციას იწყებს უჯრედის დონიდან. ანუ უჯრედებში თავისუფალი რადიკალების განთავისუფლება ნებისმიერი ქრონიკული დაავადებას არის შეგუბებითი მოვლენები. შეგუბებითი მოვლენები სხვადასხვა ქსოვილში, რომელიც შესაძლებელია მერე გადაიზარდოს დისტროფიულ ცვლილებებში. შესაძლებელი კი ასეც მიმდინარეობს. და ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია აი ამ შეგუბებითი მოვლენების დისტროფიული ცვლილებებით მიმდინარე ცვი რომ იყოს უკუგანვითარებული და დავძრათ თლიანი ჯაჭვი ბიოქიმიური რეაქციების და უჯრედში და პროცესების ჯერ განთავისუფლებისაკენ იმ თავისუფალი რადიკალებისგან და მერე უკვე ფიზიოლოგიური პროცესები უჯრედში და უჯრედგარეთ რომ იყოს უკვე აღდგენილი. ეს მეთოდი შექმნილია საკმაოდ სერიოზულ ინსტიტუტში, სერიოზულ კათედრაზე და წლებია არსებობდა სანამ ამას ყველაფერს მე შევძლებდი რომ აქ ჩამომეტანა. ასევე ამ მეთოდის შესაძლებლობებში არის ის რომ რეგენერაცია მოახდენოს ნებისმიერ უბანში, ეს არის ორგანო, ეს არის პერიფერია, კუნთია, ორგანოა, სადაც მედის ესეთი დისტროფიულად მიმდინარე პროცესები, როგორიც არის ოსტეოხონდროზული ცვლილებები, როგორიც არის ფიბრომატოზული ცვლილებები, გარკვეულ დონემდე ამათი უკუგანვითარება მიმდინარეობს. და როცა ასე იგი ადამიანები გადიან კურსს და ჩვენ ამ ყველაფერს მონიტორინგს უწევთ, რომ მკურნალობამდე რა ხდებოდა და მკურნალობის შემდეგ რა მივიღეთ. ჩვენ გვაქვს ამის გარკვეული ინსტრუმენტალური დამამტკიცებელი, ასე ვთქვათ, მასალები, რა ხდებოდა და რა მივიღეთ ამ მკურნალობის შედეგად. ეს ერთ-ერთი ესეთი საბაზისო მეთოდი. მეორე მეთოდი არის ოზონოთერაპია. ოზონოთერაპია აღარ მგონია რომ დღეს ვინმე არ იცოდეს, მაგრამ არც ისე პოპულარულია საქართველოში სამწუხაროდ განსხვავებით ევროპისა და თუნდაც აგერ თურქეთი. დღესაც აგერ ახლა ეს პაციენტი რო იყო წეგა თურქეთიდან ჩამოვიდა და გვიყვებოდა რომ იქ დიაბეტიანი ავამტყოფია და ჩაუტარეს 2 სესია ინტრავენური გადასხმა, ავტოჰემოთერაპია ტარდება და ჩამიტარეს 2 პროცედურა და ნუ კიდევ იქ რაღაც მეთოდოლოგიურად რაც აქვს რა გაიდლაინიც აქვს ადგილობრივად შემუშავებული, მაგრამ მათ შორის ოზონოთერაპია. ანუ სულ ვიძახი რომ აი დიაბეტიან ავამტყოფებში იმისათვის რომ მართული იყოს დიაბეტის გართულებები, სიძაღოვანი პათოლოგიები, ნეიროანგიოპათიები, რაც ძირითადად დიაბეტიან ავამტყოფებში ვითარდება. ოზონოთერაპია არის განუმეორებელი მეთოდი იმისათვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ პერიფერიული სისხლის მიმოქცევა და მიკროცირკულაცია იმ სათანადო რეჟიმში და დონეზე, რაც არ გაუარესებს ამ პაციენტებს მდგომარეობას ყველა მიმართულებით. ასევე ჩვენთან არის მეთოდოლოგია ტკივილის მართვის, სადაც ვიყენებთ როგორც ოზონს, ასევე არის პროლიფერაციული მეთოდი, პროლოთერაპია ქვია, რომელიც საშუალებას გვაძლევს თვით მარეგულირებელი ადგილ, სადაც ლოკალურად ტკივილი მიმდინარეობს, იმ ნერვიულ დაბოლოებებზე მოხდეს ჯერ ოზონით, ასე ვთქვათ, ტკივილის ბლოკირება, ანუ ნეირობლოკატორის როლს ასრულებს ამ შემთხვევაში ოზონი და ასევე პროლოთერაპია, რაც რთავს თვითრეგულაციის, კი არ რთავს, ააქტიურებს თვითრეგულაციის მექანიზმებს. ანუ ეს არის გასაღები, რომელიც აიძულებს ორგანიზმს თვითონ მომაგაროს საქმე. და ამ გზით ჩვენ ძალიან ხშირად ტკივილის რეგულაციას ვახერხებთ ძალიან ეფექტურად. ნუ კომპლექსში შეტანილი კიდე ფიზიოპროცედურები, სადაც გამოყენებულია
იმდენად ეფექტური აპარატები, თვითონ ფიზიკა, რითაც არის ეს აპარატები გამორჩეული, არის საოცრად დახვეწილი. და იმის გამო, რომ თვითონ ფიზიკური ზეგავლენა არის იმპულსური მაგნიტოთერაპია. მაგნიტი დღეს იცით ძალიან პოპულარულია, მაგრამ აი იმპულსური მაგნიტოთერაპია თბილისში არის მეგულება სხვაგან არსად. ჩვენთან არის კლინიკური ეფექტურობის თვალსაზრისით გაცილებით მაღალ ხარისხში აკეთებს იმ საქმეს, რაც სჭირდება ამა თუ იმ პრობლემის მართვისთვის. და ამ აპარატის მეშვეობით 80 ნოზოლოგია არის შესაძლებელი, რომ იყოს მართული. მათ შორის გასტროენტეროლოგიური პრობლემებიც. ასევე არსებობს ელექტროიმპულსური თერაპია. არ არის არსად თბილისში. ელექტროიმპულსური თერაპია, რომელიც ძალიან დიდ სპექტრზე დაავადებებისა აკეთებს, ანუ შიდა გაიდლაინები აქვს. რანაირი ფიზიოთერაპია უნდა გამოიყენო ამა თუ იმ პრობლემის მართვისას. აი ამდენი წუთი ერთი ზემოქმედება, ამდენი წუთი მეორე ზემოქმედება. და რაც თავარია, მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული. მეცნიერულ ცოდნაზე არის დაფუძნებული და ამაშია სიმბიოზი ჩვენი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ასევე ეფექტურად ვიყენებთ ხირუდოთერაპიას. ხირუდოთერაპიას მოგეხსენებათ ეს რამდენად უნიკალური ფერმენტული თერაპიის საშუალებაა და ძალიან კარგად იმართება ხოლმე ჰიპერტენზიები. ასევე როცა არის ძალიან გავრცელებული ქოლესტერინის მატება. როგორც ოზონს ვიყენებთ ამის დროს, ანუ ათეროსკლეროზის შემთხვევებში. ოზონს გააჩნია ძალიან ძლიერი დამჟანგველია და ლიპიდებს წვავს მომენტალურად. და ხდება სანათურების გარკვეულ ეტაპამდე გააწმენდა. სადაც უკვე კალციფიცირებულია ფოლაკები, იქ ფოლაკებს ვერაფერს ვეღარ უზამ. მაგრამ სადამდეც შესაძლებელია, რომ იყოს, ასე ვთქვათ, ჩამოშლილი გარკვეული ფენა, ამას ძალიან კარგად აკეთებს ოზონი. ანუ სისძაღოვანი პათოლოგიები, როგორიც არის, ვთქვათ, ათეროსკლეროზები და როგორიც არის ვენური უკმარისობა, აი ასეთ პათოლოგიებზე ძალიან ეფექტურად ხმარობთ კომბინაციას, როგორც ხირუდოთერაპიას, ოზონს, ასევე არის სტიმულაცია გარკვეული, არის მიოსტიმულაცია, ელექტრული დენების სხვადასხვა სახეობების. კი, ამიტომ სიმბიოზს გიყვებით, რაც ეფექტურად საკმაოდ ისეთი გამოცდილი მეთოდია ფიზიოთერაპიაში და მართალი ჯანდებით ეს არის უკვე დადასტურებული მეცნიერულადაც მათი ეფექტურობა. აი, ცოტა ხნის წინ ბატონი გიორგი როცა საუბრობდა, აღნიშნა ტკივილის მართვის მომენტიც და მე ბატონ ზაქარიასთან მინდა გადავიდე ახლა, იმიტომ რომ ბატონ ზაქარია როგორც გასტროენტეროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი მინახავს თვითონ პრაქტიკაში, რამდენად ხშირად მიმართავენ პაციენტები აი ტკივილ დამაყუჩებელი NSD-ის გამოყენების შემდგომ გაღიზიანებული კუჭის პრობლემებით და რამდენად აქტუალურია მედიკამენტების ის დოზები, რასაც სამწუხაროდ იყენებენ ჩვენთან დღესდღეობით სპეციალისტები ტკივილის მართვის დროს, მათ შორის ხანგრძლივი ქრონიკული ტკივილის, გინდათ რევმატოიდული იყოს, გინდათ სხვადასხვა დაავადებების, ხო? რომლებიც საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა ნიშნავენ თუ არა ეგრეთ წოდებულ კუჭის დამცავებს, ძალიან სერიოზულად ისახება კუჭზე. და ბატონ ზაქარია, ჩვენი კლინიკის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიმართვენობა ზუსტად პრობლემები კუჭთან დაკავშირებული პრობლემებია, ხო მართალია? ნუ ამას კიდე ემატება ის სტრესი, რაზეც ხშირად საუბრობს ბატონ ზაქარია, რასაც აქვს ქრონიკულ პაციენტს ზოგადად. და ეს ის შემთხვევა, როდესაც ტრადიციული მედიცინა თავისი მედიკამენტოზური მკურნალობით არათუ კურნალობს პაციენტს, არამედ შეიძლება აზიანებს კიდეც და ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც პაციენტს დროულად არ აღმოუჩნდა დახმარება და შეიძლება ინტრააბდომინალური სისტემით კუჭიდან პერფორაციის შედეგად საერთოდაც დაიღუპოს. ბატონ ზაქარია, რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე მედიკამენტების უეფექტურობაზე, ასე ვთქვათ, ცუდ ეფექტზე და დაბალ ეფექტურობაზე დღესდღეობით და საქმეებაშია, რომ გასტროენტეროლოგიაში არის ერთი, ხო ვთქვათ, მუცლის ქირურგიაში, ზოგადად ქირურგიაში არის ერთი ესეთი ჭეშმარიტება. მუცლის ტკივილის გაყუჩება არ შეიძლება. იმიტომ რომ შეიძლება გაყუჩებული ტკივილის დროს ისეთ მოხდეს პერფორაცია, რომ პაციენტი ასეც არ იყოს. ამიტომ გასტროენტეროლოგიაში როგორც ასეთი ტკივილ გამაყუჩებლებს ფაქტიურად ჩვენ არ მივმართავთ და არც არის რეკომენდებული და არ შეიძლება.
გასტროენტეროლოგიური ტკივილები ძირითადად დაკავშირებული არის სპაზმებთან. და სპაზმოლიტიკია ზუსტად გასტროენტეროლოგიაში გამოყუჩებელი, სხვა არაფერი. მაგრამ პაციენტებმა ეს არ იციან და ძალიან ხშირად თვითნებურად იღებენ ან თუნდაც აი როგორც ვასახსოვანი ტკივილის დროს გამოყუჩებლებს, ან სახსრების ტკივილის შეიძლება იყენებდეს პაციენტი და ექიმები ნიშნავენ ამას ბავშვად ნევროლოგები, რევმატოლოგიც ხშირად გვინახავს და ძალიან ხშირად შევხედრია მე დანიშნულება, სადაც უბრალოდ კუჭი გათვალისწინებული არ არის. ხანგრძლივი დონები. არა, ნიშნავენ დამცავებსაც, როგორ არ ნიშნავენ, მაგრამ კი. ხანდახან ხანძრიობა ქალბატონო იმდენად დიდი ამ პრეპარატების გამოყენებით, იმდაც დოზები რომ და ზოგჯერ პაციენტიც ცოდავს იმით რომ არ იყენებს იმ კუჭის დამცავებს. თუმცა შეიძლება და სხვა მეთოდების გამოყენებაც და ეს რაღაც რაჯობია. ეს ზუსტად ამ ტანდემის დეფიციტია ზუსტად. თუ არის საშუალებები, რომელიც არ საჭიროებს ესეთ არასტეროიდულ ტკივილ გამოყუჩებლების ხმარებას და არსებობს სხვანაირად ამ ტკივილების გაყუჩების და კურნალობის სხვა ალტერნატიული მეთოდები, ჩვენ მივესალმებით ამ გასტროენტეროლოგებს. ცნობადობის დეფიციტიც არის და რაღაცის მეუღებლობაც ზოგიერთი ექიმის მხრიდან ეს ან ესეთი მომენტია. დიახ, ბოდიში ტკივილ გამოყუჩებელი და მის მიერ გაღიზიანებული ორგანოები თვითონ ხდება კიდევ მიზეზი იმისა, რის გამოც იღებდნენ ტკივილ გამოყუჩებელს. დიახ. თავისთავად საკმაოდ მოტორული ურთიერთკავშირი, როდესაც შინაგანი ორგანოები უკვე აირეკლება ძვალსასროლ სისტემაზე და როდესაც პაციენტმა არ იცის, ეს ჩაკეტილ წრეში ტრიალებს, იღებს, მაგრამ საშველი არ აქვს, იმიტომ რომ ის კიდევ უფრო აზიანებს იმ ორგანოებს, რომელიც გამოწვევ, რომელიც კი ბატონო და შეიძლება ერთი პაციენტი სხვა კლინიკაში აღმოჩნდეს ბოლოს სხვა მიზეზით და როგორც წესი, მე რამდენადაც ვიცი, კალციუმის გამორეცხვას იწვევენ. ეგეც თავისთავად სახსრებიდან და სახსრებს უფრო მეტად აგატკივებს. და ზოგადად ტკივილის ფენომენი, როცა პაციენტს აწუხებს, ტკივილი თავისთავად მიზეზია რაღაცის, ხო მართალი, არეკლილია რაღაცის და ალბათ ყოველთვის ჯობია რომ სირომისეულად მოხდეს მისი გამოკვლევა. და არეკლილია. ქალბატონი ნუ ეხლა დღეს ისეთ თემაზე საუბრობდა ბატონო გია რომ სულ უფრო და უფრო თვალწინ დამიდგა ის რისკენაც კაცობრიობა მიილთვის ეს არის უკვდავება ხო მართალია ანუ ის მეთოდები რასაც თანამედროვე ალტერნატიული თუ ტრადიციული მედიცინა ეძებს არის ის რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენი ორგანიზმი ჯანმრთელად და რაც შეიძლება გადავავადოთ დაბერება თუ უკან არ დავხიოთ ქალბატონო იმ ჯადოსნურ მეთოდებით რასაც ჰარმონიულად აღწევს ჰარმონია ბატონო გია ეს ალბათ არის ადამიანის უძველესი სურვილი დასაბამიდან არა რომ ყოფილიყო უყურეთ ახლა ჩვენ კი გვინდა კარგი გავიხანძლიოთ მაგრამ უყურეთ ახლა პენსიონერები მე პენსიონერი ვარ თვითონ და რამდენია თუ იცით დაახლოებით საქართველოში პენსიონერი რაოდენობა არ იცით არ ვიცით ხო 800,000 წარმოიდგინე ახლა ის 800,000 არის ჯანმრთელი გააგრძელა ცხოვრება კიდე მოვიდა ვიღაცა და მე რასაც სულს ვამბობ ახლა ერთი მხრივ მაგრამ არის უკვე ის რაოდენობა ადამიანების რომელმაც შეიძლება დედამიწა შეატორტმანოს ამიტომ ეს უკვდავების ამბავი ზემოდან დაშვებული არ არის ზემოდან არის რაღაცა გამოგიგზავნეს თქვა რომელიმე დაავადებას რომ ეს რაოდენობა გააბალანსოს თავარი ადამიანი არ ჩაერთოს თორე თუ ბუნებით არის ეს ბალანსი აღდგენილი იქნება რა ის გარკვეული რაოდენობა მილიარდების რომელიც დასაშვებია თქვა იკვება სხვა ხო ხედავთ კვება არ ყოფნის ხელოვნურ რაღაცას გამომიმუშავებთ ხოლმე ეხლა მე არ მინდა გავიდე ჩემი თემიდან როგორც ფსიქოთერაპევტი მე მივესალმები ჩემს მაყურებლებს მე ჩემი მაყურებლები არიან დიასპორის წარმომადგენლები რომელთანაც მე მაქვს ძალიან ხშირი ონლაინ კონსულტაციები, ონლაინ თერაპიები სხვადასხვა ქვეყნებში, ამიტომ გაიხარდებათ ახლა ჩემი ნახვა ამ ზოგადი ამბით და თქვენ რაც ბრძანეთ ახლა მე სულ ეძებდი ჩემი მუშაობის შემფასებელ აპარატურას. ეს არის ფსიქოემოციური მდგომარეობის აპარატურა, რითი უნდა შეფასდეს. ხო? არის ენცეფალოგრამა ისა, მაგრამ აი ეს აურა რაც ქვია, ხო? აურა. ხო, ეს ენერგეტიკა რაც გამოსხივების სახით არის, ვეძებდი ამ აპარატურას და ну დიდი ძიების მერე მივაგენი თანმიმდევრულად მოგიყვებით ახლა ბელორუსიაში იყო ასეთი ნარკევიჩ იოტკო დიდი მეცნიერი რომელმაც ელექტროფიზიოლოგიური აპარატი გააკეთა
და რომელიც ეს იყო 1905 წლამდე ცხოვრობდა, თარიღს რატო ამბობ, რომ მე შემდგომი განვითარება როგორ მოყვა, რომელიც შეფასდა ტესლას მიერ ერთ-ერთ ფენომენად. ტესლას მიერ შეფასებული ადამიანი ძალიან ძლიერი, მან გააკეთა პირველი აპარატი, ანუ ესე იგი ენერგეტიკის გამზომი. ენერგეტიკის გამზომი. რაც აუროდიაგნოსტიკა ქვია. მე თითქმის 50 წლის მერე ეს გააკეთა შემდეგ კრასნოდარებმა მეცნიერმა ცოლ-ქმარმა კირლიანებმა და ქვია ეფექტ კირლიან. კირლიანების ეფექტი გააკეთეს ასეთი აპარატი, ძალიან საინტერესო. კი ბატონო, ეს აპარატი გერმანიაში მაჩუქეს მე, მაშინ აქ არავინ არ იცოდა, ჩამოვიტანი აქ და გავაკეთე შრომები მინერალების შესხივება გამოსხივებაზე ამ აპარატზე. და მაშინ როდესაც თანხები ძალიან ჭირდა GPI-ში, მაშინ ეხლა ვარ იქ მეცნიერ-მკვლევარი, 2 წელი გრანტს ვიღებდით და 5 ადამიანი შევინახეთ ამ აპარატის მეშვეობით. ეს იყო შავ-თეთრი აპარატი. ეხლა იმის მოდიფიკაცია გაკეთდა, ხო? ეს არის კარატკოვი კონსტანტინ გიორგისძე კოროტკოვი, რომელიც პეტერბურგშია, მან გააკეთა ეს აპარატი, გერვე კამერა დაარქვა. გაზოგანმუხტვის აპარატია, ეს დიაგნოზი ისმება. რა არის აქ საინტერესო? ის აურა, რომელიც არის, თქვა, ფოთოლს თუ მოჭრი, ჯერ გადაიღებ ფოთოლს, არის თავისი გადაღებული, ხო? მე რომ დააკლებ ამ ფოთოლს, ის აურა მაინც რჩება გარკვეული დროის მერე. მე მაინტერესებდა და თვითონ ამ კონსტანტინეს უთხარი, ახლა ჩვენ მეგობრობთ და გვაქვს რაღაცა ის სამომავლოდ ურთიერთობა, სამეცნიერო, აქ უნდა მომეწვია, მაგრამ ვერ მოხერხდა, მაგრამ მოვიწვევ ალბათ. ის გააკეთებს დემონსტრაციას, ამერიკის მოქალაქეა, პეტერბურგშიც არის და მიმართულება მისცეს. კოლოსალური საინტერესო. მე უთხარი, აბა ნახე, აურა ხო არის, თქვა პირველ დღეს, მეორე დღეს, მესამე 40-ზე როგორ არის მეთქე, შენ საიდან იციო? 40 თარიღზე რიცხვზე ქრება საერთოდ. აურა აღარ არის. ეს არის კვლევის საგანი. და ეხლა მე რა მინდა, ეს ლუგელაზე რო ვილაპარაკეთ, ხო? ლუგელას გამოკვლევა მინდა ამ აპარატზე, იმიტომ რომ ამ აპარატზე სხვადასხვა წყლის, სხვადასხვა შემადგენლობები არის, მაგრამ ლუგელა ჯერ არ გაუკეთებიათ, ეს იქნება რაღაცა სხვადასხვა ფორმებში. ანუ რატო ამბობ ეხლა, აი ვისთანაც ერთად ვარ გარემოში, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც შეიძლება ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულების მიცემა. და მე მგონი ის რაც მე ანონსი გავუკეთე, ბათუმს აქ ძალიან საინტერესო შინაგანი რეზერვი და ბატონი ასლანს აქედან მოგითხვა და რო დავუყარეს ჭორები რო გარდაცვლილია, ცოცხალია. აქედან დიდი მოგითხვა რატო? იმიტომ რომ ბატონი ასლანის დროს იყო შემოთავაზებული ჩემთვის გამეკეთებინა იქ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ალტერნატიული მედიცინის ცენტრი. და რაღაც 2 კვირაში ვერ მოხდა ესა, მაგრამ ეს უკვე დღეს არსებული იქ არის ერთ-ერთი ინსტიტუტი სამედიცინო მიმართულებით, სადაც ამის განხორციელება მოხდება. ანუ შენ უნდა იყო ფანატიკოსი შენ მიმართულებაში. ეხლა არის ასეთი რაღაც საინტერესო, იმას გავაკეთებ რეზუმეს. ხილული უხილავში და უხილავი ხილულში. გაიგიათ ალბათ, ხო? ეს რას ნიშნავს თქვა? მე ასე წარმომიდგენე, უხილავი ხილულში ეს არის სული. ხილული სხეულში სული. მაგრამ ხილული უხილავში რა არის? ჰაერში არის უხილავი და შიგნი მიკროსკოპით რო ნახავ არის ხილული. ანუ ჩვენ ეხლა ვეძებთ შიგნი რაც არის უხილავი ხილულში და უკვე მივდივართ იქიდან, რომ ეს უხილავი გამოასხიებს რაღაც გარკვეულ ტალღებს, რაღაც პარამეტრებს, ავდივართ ამ დონეზე, ეს არის ენერგოინფორმაციული მედიცინის ახალი მიმართულება, რასაც ჩვენი კოლეგები აკეთებენ გულისხმობით, მათ აქვს თავისი მიმართულება, მე ჩემი მიმართულება და ერთად ძალიან კარგად ვეწყობით. ეხლა მე პაციენტი გამომგზავნე ისეთი, რომელიც საინტერესო იყო მათთვის, ქაბადონო მითხრა, რომ იქ რაღაც ჩემი შეხებაც არის და ასე, ესე იგი ჩვენ კონკურენციის გარეშე მუშაობთ. აი იმიტომ არის ალტერნატიული მედიცინა, ეხლა გაერთიანებულია, იმიტომ რომ კლასიკურიდან გამოვედით, ხო? და მთავარია ჩვენ ერთმანეთს ვეწყობით. ასე არ არის, ბატონი ზაქარი, ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი დღევანდელი საუბრის და იმ კონფერენციის გაგრძელება.
ძალიან კარგი. დიდი მადლობა ბატონო გია ასეთი კომენტარისთვის. მე ერთსაც დავამატებდი, რომ ზუსტად ეს თანადგომა სხვადასხვა სპეციალობების და სხვადასხვა ცოდნის და გამოცდილების მქონე ექიმების იქნება საბოლოო მიზანი, რაც მიგვიყვანს მეცნიერების განვითარებისაკენ. და მე მგონია, რომ ზუსტად აი ამ ჭიდულში და აი ამ რაღაცა ასთაგაზიარებაში იბადება რაღაცა ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას. მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისთვის, რომ დაგვიტვეთ ეს პლატფორმა ყველას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაცემა ამ გადაცემით არ დამთავრდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება კიდე ვთქვათ, ძალიან ბევრი რამ შეიძლება კიდე წარვადგინოთ. ჩვენი გადაცემა, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა და იყო ორბლოკიანი, დასასრულს მივახლოვდა. შეგახსენებთ, რომ მეორე ბლოკი სტუმრებს ეს არის ქალბატონი ნუნუ ქემაშვილი, კლინიკა ჰარმონიას ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი აფრიამაშვილი, ბატონები ზაქარია როჭიკაშვილი, გია სულაქველიძე. ხოლო პირველ ბლოკში ყავდა ექიმი პედიატრი თეა შავთვალაძე. გვიყურეთ ჩვენ სამედიცინო პროგრამა ესკულაპში, რომელიც გადის ტელეკომპანია PKTV-ში ყოველ 4 შაბათს 20 საათზე. მე კი გახლავართ გადაცემის წამყვანი ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გახსოვდეთ ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპი, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში, ეს ყოფილი საბურთალოს ქუჩაა. ის კლინიკა ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე, ასე რომ გვიყურეთ ჩვენ ტელეკომპანია PKTV არ მოგატყუებთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კლინიკა ჰარმონიაში, ეს არის როგორც ჩვენმა ხელმძღვანელმა თქვა თბილისის სამედიცინო ცენტრი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მართლაც დიღომი სამედიცინო ცენტრად შეიძლება მოვიაზროთ და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და გაგაცნოთ ჩემი ძვირფასი სტუმრები, ბატონო ზაქარია დიდი მადლობა, დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ გიორგი აფრიამაშვილს, ქალბატონ ნუნუ ქემაშვილს და ბატონ გია სულაქველიძეს და მე მინდა იმედი დავიტოვო და თითოეულ თქვენგან ჩამოვართვა პირობა, რომ ჩვენი გადაცემა იქნება პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი. მე სიამოვნებით დავждები თუ ჩვენი ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთი ამის უფლებას დამრთავს თითოეულ თქვენგანზე, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი საინტერესო თემა და კითხვა მაქვს და მინდა რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ყველაფერზე. ძალიან დიდი მადლობა.